ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე ტურისტულ კომპანია Face Travels ავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ფოტოგრაფია ამბობს, რომ მისი ნამუშევარი კომპანიის კატალოგში უნებართვოდ დაიბეჭდა. ირმა შარიქაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის დახმარებით სასამართლოს მიმართავს და ტურისტული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. თუკი მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, Face Travels შესაძლოა ფოტოს ღირებულების 10 მაგიოდენობის გადახდა მოუხდეს. თუმცა კომპანიაში კანონდარღვევას არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ფოტოს საძიებო სისტემა Google-ში ავტორის მითითებისა და ლოგოს გარეშე იყო განთავსებული. ძალიან გაკურებული დავრჩილდი, ესეც საკუთარი ნამუშევარი აღმოვაჩინე და შემდეგ მივმართე საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციას, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი საავტორო ფოტოების მოპარვა ხდება. ყველა ფოტოს აწერია მასახელი და გვარი თუ არა, ყავს ავტორი და აი ეს ავტომატურად ნამუშევარი უკვე დაცულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საავტორო უფლება დაირღვა ჩვენი ავტორის, რომელმაც მოგმართა ჩვენ წერილობით, ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები დამღვრელ მხარესთან, თუმცა მოლაპარაკებებმა არ გამოიღო შედეგი, რის გამოც იძულებული გავხდით, რომ მიმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ კომპენსაცია ავტორის სასარგებლოდ.